ქართული ორნამენტების ხესა და ქვაზე კვეთა, თიხაზე მუშაობა, ტრადიციული თუშური ფარდაგების ქსოვა, ხევსურული ქარგვა და სხვადასხვა აქტივობა. ის რაც ჩვენს წარსულს და ისტორიას გვახსენებს. ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეწვის სკოლის პროექტის ფარგლებში დაკარგვის პირას მყოფი ტრადიციული ხელობის მასტერკლასები განახლდა. აქ მოსული სტუმრები ოსტატებისგან რჩევებს იღებენ და საკუთარ ფიქრებსაც სხვადასხვა სახით ამ ბუნებას შეაერთიანებენ. ეს შემოდგომის სრული კურსია. ეთნოგრაფიულ მუზეუმში შევხვდებით ნანული აზიკურს, რომელიც ერთდროულად თუშური ფარდაგის შექმნასა და ისტორიას გვასწავლის. ვასწავლი პრაქტიკულად, მაგრამ თან ვესაუბრები იმაზეც, რა როლი ჰქონდა ფარდაგს ხალხის ეკონომიკურ ცხოვრებაში, ან ქალის სტატუსს რამდენად განსაზღვრავდა მისი ცოდნა, ხელსაქმის ცოდნა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ეს საოცარი ფარდაგები დავიწყებას ეძლევა. ძალიან დაკარგული არეულია ფერიც, გემოვნებაც. არა და ძველი ფენა რო ნახოთ, სხვათაშორის ამ მუზეუმს აქვს ძალიან ბევრი ძველი ფენა, არის ძალიან საინტერესო, ძალიან უნიკალური თავისი კოლორიტით, შავ-თეთრის სიჭარბით. მსოფლიოს არც ერთ ფარდაგებში ამდენი შავი არ არის, როგორც ქართულში. იცით, ძველ დროს ოსტატის და შეგირდის ურთიერთობა 3 წელიწადი გრძელდებოდა. აი, ამბანს ვასწავლეთ, დასაწყის ვასწავლეთ და ვინც ყოჩაღია, ის ამ მოკლე დროშით სწავლობს. ღია ცის ქვეშ, მუზეუმში, ახლად შექმნილ ნივთებთან ბავშვობის ისტორიებიც ცოცხლდება, მოგონებები, რომელიც საქმის სიყვარულს ამძაფრებს. სუქსოვდნენ ჩემი ბებია, დედა, დეიდები, დედი, მეზობელი ქალებიც. და სამწუხაროდ 40 საათიან წლებში ეს საქმე შეწყდა. მაგრამ იცით რა სასიამოვნოა, როცა აკეთებ, ამოდის და შენ თვალწინ რაღაცა თვალს ახევს სხვადასხვა ფერი. აი მე ღამე 5 საათამდე მიქსოვია ფარდაგი. აი ერთ იმასაც გავაკეთებოდა, რომ ამოანათებს ამ შავ ფონზე ეს თეთრი ძაფი ძალიან სასიამოვნო დასანახია. პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში შეგვიძლია ვისწავლოთ ქსოვა. იზო გაბიტაშვილის შემოქმედებითი გამოცდილება სხვადასხვა ფერისა და ზომის წინტებს აერთიანებს და აქ მოსულ სტუმრებსაც ძველი ეთნოგრაფიული ორნამენტების ტექნიკაზე ესაუბრება. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს მივიწყებული ქართული წინდის ქსოვის ტექნოლოგია აღდგენილიყო. იმიტომ რომ მე-20 საუკუნის 50-იანი 60-იანი წლებიდან ეს ქართული წინდები საკმაოდ შეიცვალა, ფაბრიკული წინდების ქსოვას მიამსგავსეს და დაკარგული იყო დამახასიათებელი წვერი და ქუსლი ამ ქართული წინდის. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ დაცული იყოს ფერთა შეხამება, ორნამენტი, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირი წინდა იყო გავრცელებული. ეს წინდები ქსოვდა შალის ძაფით, ასევე ბამბით, აბრეშუმით. რა თქმა უნდა, ქსოვა ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან ქსოვდი. არ ვიცი, როდის ვისწავლე ეს ქსოვა. მე ყოველთვის მაინტერესებდა, ყოველთვის მქონდა ურთიერთობა რეწვის ოსტატებთან. და აი ამ ჩემ შეძენილ ცოდნას ვცდილობ გადავცე ყველა მსურველს. რეწვის სკოლის პროექტის ფარგლებში ხეზე კვეთაც ისწავლება. სკოლა 15 წელია ფუნქციონირებს და ამ წლების განმავლობაში არაერთი მოსწავლის პატარა ინტერესი დიდ შემოქმედებით ისტორია დაქცია. პირველი რომ მე რეწვის სკოლის კოორდინატორი ვარ და მეორე რადგანაც დიდი დროის გატარება მიწევს, იმდენად საინტერესო არის რომ ხეზე კვეთაც შევისწავლე, ფარდაგების ქსოვასაც ვსწავლობ, ჯვარედინი ნაქარგობით უკვე საკუთარ ნამუშევრებს ვაკეთებ და ვატარებ ხოლმე და ერთადერთი თიხის შესწავლა დამრჩა, რომელსაც გეგმავ ამ სეზონზე. არტ თერაპიის მსგავსი არის, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, მეორე საკუთარ ნამუშევარს უყურებ და ყველაზე კარგი არის, როდესაც მეგობარს საკუთარი ხელით გაკეთებული საჩუქრებით ახარებ. მეცმა გამაჩინა ისეთ ოჯახში, სადაც მუშაობდნენ სხვადასხვა რეწვის დარგებზე. რაც ოჯახში შევძელი ავითვისე და მერე უკვე საკუთარი თავის განვითარებისთვის სხვადასხვა ოსტატებთან დავიწყე სიარული, მოვხვდი ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც სულ სხვა გარემო და სულ სხვა ოსტატები დახვდნენ. ნამდვილად ისეთი ადამიანები, ვინც იცავენ ქართულ ტრადიციულ ხელსაქმეს და იმ ნამდვილ რეალობას გადმოსცემენ, რაც რეალურად ამ დარგს ეკუთვნის.
ეს მიხეილ ოდიშვილის ისტორია, აქმასული სტუმრებისთვის ნამდვილი მასპინძელია, რომელიც წინაპრების ტექნიკით მეთუნეობას გვაცნობს და თიხაზე მუშაობის ტექნიკაზე გვიყვება. შეიძლება ვთქვათ, რომ თავისი გონება აქვს. როგორც მოიქცევი, ისიც ისე მოგექცევა. ეხლა ფიალის ფორმა ამოვიყვანე და რაღაცა მხატვრული მიმართულებით წავიყვანე, შევუკეცე გვერდები. ლაპარაკისას ცოტა გაუაზრებლად აი ესე ფორმა მივიღე. ღუმელი და რას ამოიღებ, რა ფერი იქნება, რა ფორმა იქნება, შეიძლება სულ გასკდეს. ამას თუ არ ჩავთვლით, ძალიან სასიამოვნო პროცესია თიხაზე მუშაობა, დამამშვიდებელი. მის გარეშე რა ვიცი, წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება. ვცდილობ რომ რაღაც ახალი შევიმეცნო, ყოველთვის ექსპერიმენტები ვატარო, იმიტომ რომ თიხაზე მუშაობა ყოველთვის ექსპერიმენტებია, რომ განვითარდეს ოსტატი და უფრო მაღალ დონეზე დაიუფლოს კერამიკას. იყენებენ მხოლოდ ქართულ თიხას. ეთნოგრაფიულ მუზეუმში წლებია საკუთარი თავი იპოვა და ხეზე კვეთით დაწყებული ინტერესი ტრადიციული ხელსაქმის დიდი ნაწილის შესწავლით გააგრძელა. სრული კურსის გარდა აქ ტარდება ერთდღიანი მასტერკლასები. ქართულ და უცხოელ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართული ტრადიციული რეწვის დარგებს და პრაქტიკულ მეცადინეობებში საკუთარი თავიც გამოსცადონ. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს არ გამოსულიყოს და ერთი ნამუშევარი მაინც არ დაემზადებინოს. ზოგიერთი იმდენად ნიჭიერია, ყვავდნენ მოსწავლეები, რომლებმაც ძალიან კარგად აითვისეს სრულ კურსზე თიხაზე მუშაობა თავიდან ბოლომდე. დღეს უკვე ღუმელიც იყიდეს, თავიანთ სახელოსნოც მოაწყეს და აგრძელებენ ჩვენი დახმარებით ისევ დამოუკიდებლად თიხაზე მუშაობას. ჩვენს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მოსწავლეები უფრო და უფრო განვითარდნენ და გარდა მუზეუმისა გარე სივრცეშიც დამოუკიდებლად შეძლონ თიხაზე მუშაობა და როგორც პროფესია, ახალი დარგი შეიმეცნონ და გააგრძელონ თავისი ჰობი. ოსტატები ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეგირდებს ელიან, სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თუ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. შემოდგომის სრული კურსის გავლა 15 ნოემბრამდე, ყოველ შაბათ-კვირას იქნება შესაძლებელი. გაზაფხულის კურსი კი წინ არის. ეს ადგილი არის არა მხოლოდ ტრადიციების აღდგენის, არამედ ინსპირაციის სივრცე, ხელობის სწავლა და ბუნებასთან სიახლოვე კი, საერთო ისტორიისა და კულტურული მეხსიერების გაგრძელება.